რუსთაველის ეროვნულ თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე დღეს და ხვალ მარიამ ალექსიძის და დავით მაზიაშვილის პორტრეტები გათამაშდება, ქორეოგრაფიული პორტრეტები გათამაშდება სახელწოდებით ადას ოთახი, პანდორა, მედეას კივილი, პრინცესა და ქრისტინე. ჩვენი სტუმრები არიან ამ სპექტაკლის ავტორები. მარიამ ალექსიძე, ქორეოგრაფი, მოგესალმებით მარიამ და დავით მაზიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი. მოგესალმებით დავით. გუშინ პრემიერა იყო და მოგვიყევით ამ პირველ დღის შესახებ, როგორ ჩაიარა პირველმა დღემ. დაიწყეთ, დავით დაიწყეთ. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და ინტერესისთვის. რა ვიცი, მე მგონი პირველმა საღამომ ძალიან კარგად ჩაიარა. ჩემთვის რაც არის განსაკუთრებული და რაც არის საინტერესო, ეს არის ყოველ ჯერზე რაღაც ახალი ფორმების აღმოჩენა, რომელიც აი ამ ექსპერიმენტულ დადგმაში მარიამის აი ამ ციკლში, რასაც ქვია ქორეოგრაფიული პორტრეტები, აი გუშინდელ, დღევანდელ და ხვალინდელ საღამოში იქნება. მე ვფიქრობ, აქ არის ერთი რამ, არის აი ამ ქალის ბუნებების ქალების ბუნების ანტიკური სამყაროდან ლიტერატურული პერსონაჟებიდან დაწყებული დღევანდელ დღემდე ნამდვილ ქალებთანაც მოდის ეს ყველაფერი მათი გარდასახვა დღევანდელობაში. როგორ შეიძლება რომ აი ეს საინტერესო სახეები ამავდროულად ველაპარაკებოდნენ დღევანდელობაზე, ეს რაღაცა თქვა შინაარსობრივი თვალსაზრისით, მაგრამ ჩემთვის ფორმები არის მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ მარიამმა მისი ხელწერით, მისი ავტორო ხელწერით მე ესეთი აღქმა დამრჩა ლიტერატურული ტექსტები და ეს ქალთა სახეები, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ქორეოგრაფიულად წაიკითხა, ქორეოგრაფიულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს და გვთავაზობს დღევანდელობის კონტექსტში. აი ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი ხლა კონტექსტი ახსენე და ძალიან მაინტერესებს მართლაც ეს სახეები, ქალთა სახეები, რომლებიც ზოგი ანტიკური პერიოდის არის, ხო, ზოგი თქვა შუა საუკუნეების, ზოგი შედარებით ახალი. რამდენად შენთვის, როგორც ქორეოგრაფისტვის, დღევანდელი ქალის გამეორება, შენ ამ ფორმებს პოულობ იმისათვის, რომ ისინი გარდასახო და დღევანდელი თქვათ გარეგნობა მიცე თუ შენ თვლი რომ ეს სახეები მაინც არიცვლება შინაარსობრივად ფულის იცით რა გუშინ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ამ პროგრამიდან გამომდინარე დავითსაც გაუზიარე რომ მაყურებელი იყავი ხო უკვე გუშინ ხო რა თქმა უნდა გუშინ პირველად იყავი მაყურებელი იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა ჩაატარო რეპეტიცია სპექტაკლი ცოცხლდება მაყურებლის თვალწინ და განსაკუთრებული იყო იმით რომ რაღაცნაირად ჩემი თავი დავინახე ახლებურად ყველა ეს ჩანაფიქრი რაც დავითთან ერთად მაქვს განხორციელებული რაღაცნაირად განსხვავებულია იმიტომ რომ ჩვენ აი მოგზაურობთ დროში ეპოქებში მაგრამ ვცდილობთ რომ ეს ყველაფერი თანამედროვედ წარმოვაჩინოთ და ფორმები მოვძებნოთ ახლებური და აი დავინახე რომ აი ეს პროგრამა მართლაც განსხვავებული და ძალიან თანამედროვეა მიუხედავად იმისა როგორც ახსენეთ რომ ეს პერსონაჟები არიან ანტიკური სამყაროდან თუ ლიტერატურული ქმნილებები და მხატვრის ნამუშევარიც კი არის ლადო გუდიაშვილის გაცოცხლებული და სხვადასხვა ქალები არიან მაგრამ აი ეს ფორმა თუ როგორ არიან ისინი წარმოჩენილი დღეს აი ეს იყო ჩვენთვის ძალიან თან დღეს უდიდესად გატაცებულია ჩვენი მაყურებელი იმით რომ აბსოლუტურად ყველანაირი ფორმის ყველანაირი რაღაცა დადგმების ტექნიკური შესაძლებლობების სპექტაკლები ნახო ხო თუნდაც ონლაინ და ამიტომ აი ეს ფორმა იმისათვის რომ ეს სახე თან იყოს რაღაც მნიშვნელოვანი ისე როგორც შემორჩა ხო საუკუნეების ცვლის მიუხედავად იყოს თანამედროვე იმისთვის რომ ეს ახალგაზრდა რომელიც თითქოს აი ამ ყველაფერს მიჩვეულია რაღაცა სხვა ინფორმაცია მისცე ალბათ ეს არის ერთ-ერთი
ხო, შინაარსობრივად ყველაზე რთული გასაკეთებელი. ნუ ალბათ კი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენ ვეჩვევით ხოლმე, როდესაც ადამიანს აქვს ლიტერატურული ნაწარმოები იქნება ეს თუ ნებისმიერი სახელოვნებო სივრცე, ხო, მომღერალი, რეჟისორი, დრამატურგი, თავის ხელწერა აქვს უკვე. მაგრამ აი გუშინ მე რაც პირადად მე რაც დავინახე, ეს არის რაღაც სხვა მდგომარე. ეს აბსოლუტურად განსხვავებულია იმისგან, რაც ჩვენ მარიამს საიდანაც ვიცნობთ. საიდანაც ჩვენ ხელური ინტრიგა შეიძლება. მიუხედავად იმის, რომ ხელწერა ჩვენია, ჩვენი რეპერტუარის გაგრძელება არის განსხვავებული ჩვენთვისაც ძალიან ახალი პროგრამა არის. ქორეოგრაფიული პორტრეტების ქვეშ ჩვენ გავაერთიანეთ მცირე ფორმისა ეს ნამუშევრები, რაც ბოლო დროს მე და დავითმა ერთად შევქმნით. აქედან 4 ნაწარმოების ორიგინალური მუსიკა შექმნა ნიკა მაჩაიძემ და ვიდეოც, რომელიც ჩაქსოვილია და თან გასდევს ამ ნაწარმოებებს. და მეორე სოსო. ხო, და მე სოსო ბარდანაშვილი. ბარდანაშვილი და რა ის როგორ შეეცვალა. ბარდანაშვილის მედიას კივილი და აი ესეთი განსხვავებული ელექტრონული მუსიკა, თანამედროვე მუსიკა და თანამედროვე მუსიკაში სოსო ბარდანაშვილის მუსიკაში ჟღერს კრიმანჭული მიშო ჯავახიშვილის საოცარი შესრულებით, რომელიც ასევე გარდასახულია თანამედროვე მუსიკაში და ამ დროს ნიკა მაჩაიძის ელექტრონული მუსიკა, აქედან 2 ნაწარმოები შთაგონებულია, ერთი გიაყანჩელის მუსიკით და ერთი არის ჰენდელის თემაზე და აი ესეთი გარდასახვევებიც არის მუსიკალური. მუსიკალურადაც რა საინტერესოა, ეხლა რაც მოყევი. ნუ ესე იგი აქვს კიდევ მაყურებელს დღეს და ხვალ იქნება ხო წარმოდგენა უსწავლეს თეატრში ასე რომ უნდა იჩქარო. მარიამ აუცილებლად უნდა ითქვას, მარიამს ვერ გაუშვებ ისე რომ არ გავიხსენოთ მისი მამა. სწორედ გოგი ალექსიძის სკოლა გქონდა ბედნიერება რომ მომიწია სხვადასხვა კაცი ადამიანზე მასთან მუშაობა ბატონ რობერტმა მიიწვია ის და რაღაცა ილეთები რაღაც საყვარელად ესე როგორ მახსოვს ისეთ ფილად მახსენდება რომ არის საოცრება. საოცარი კაცი იყო და რა თქმა უნდა მემკვიდრეა მარიამი არა მხოლოდ მისი ვთქვათ ქორეოგრაფიული სკოლის, რომელიც ეხა თავის დროზე გოგი ალექსიძე იყო მართლაც რეფორმატორი, აბსოლუტურად სხვა ენა შემოიფარა. და ბაბუაზე დოდო ბატონო დიდ დოდოზე რომ აღარაფერი თქვა ალექსიძეზე მოკლედ ძალიან იჭერი ასე ოჯახიდან არის ეს ადამიანი და ეკუთვნის ნამდვილად. კი, ნამდვილად და მარიამ ძალიან რთულია ხოლმე გაექცე, ხო, აი ამ ხელა წნეხს. მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ ის არ არის, რომ შენ ეს ნიჭიერება გადმოგეცა გენეტიკურად. ამას ზემოდან ახლავს უდიდესი წნეხი, რასაც ვთქვათ, აი ეს გვარს მოაქვს შენთვის. როგორ რამდენად ცდილობ ჯერ ერთ-ერთი ეს მაინტერესებს, რომ გაექცი ამას და თუ ცდილობ როგორ გამოგდის. იცით რა, მე მაქვს ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა. და ამიტომ აღფრთოვანება და პროფესიული შესწავლა აი ამ მემკვიდრეობის და მაქვს რა თქმა უნდა დიდი ემოცია მასალის მიმართ, რასაც აღვადგენ ხო დღეს და გაცოცხლებულია ჩვენი დასის მიერ, მაგრამ ვუდგები პროფესიულად. აი და ჩემთვის როგორც პროფესიონალისთვისაც ყოველ ჯერზე ეს არის აღმოჩენა ყოველი დეტალის და აი მიგნება და შემდეგ აი ახალგაზრდა მოცეკვავეები. აი არც თუ ისე დიდი ხნის წინ მქონდა ასევე რუსთაველის ეროვნულ თეატრში მცირე სცენაზე გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო და აღვადგინეთ მინიატიურები და ეხლაც ფაქტობრივად მინიატიურების მცირე ოპუსების საღამო არის უკვე ჩემი და დას მოუწია ერთ თვეში, აი ესეთ მოკლე დროში გიორგი ალექსიძის მინიატიურების შესრულება და ჩვენი ორიგინალური დადგმების, რომელიც უკვე მათთვის იქმნება სპეციალურად და აი ამ
კონტექსტშიც მინდა გიორგი ალექსიძის ხაზის გაგრძელებაშიც ვახსენო ახალგაზრდა თაობა, რომელიც ქორეოგრაფიას, გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიას ახლებურად წარმოაჩენს და ეს დღესაც თანამედროვეა. დღესაც თანამედროვეა და ეხლაც აი ეს პროგრამა უკვე მათთვის არის შექმნილი და აი თითოეული მათგანი დასის წევრი არის გამორჩეული და აი ეს პატივისცემა გიორგი ალექსიძის მისი შემოქმედების ყველას გვაქვს და ალბათ აი ეს არის რაც ის რაღაცა ბაზა ხო საფუძველი საიდანაც მე გამოდიხ და ალბათ უკვე აქედან გამომდინარე აღარ ვარ ესეთი დათრგუნული აი ამის პირიქით იშველიებ პირიქით ეს მაძლევს დიდ ბიძგს და ენერგიას თანამედროვე ბალეტი მარიამ თუ მიყვება იმ ტენდენციებს ახლა რაც მსოფლიოშია ასე ვთქვათ ხომ ვეწევითად მე ვფიქრობ რომ ის რომ ჩვენ ქალაქში ჩვენს ქვეყანაში არის თანამედროვე ბალეტის დასი ეს ფუფუნება და ეს არის გულის ცემა, იმიტომ რომ თანამედროვე ბალეტის გარეშე წარმოუდგენელია დღევანდელი კულტურული პროცესები და მე ვფიქრობ რომ ნამდვილად ფეხს უბამთ აი პროცესებს რაც მიმდინარეობს და აი სათქმელი რაც ჩვენ გვინდა ვთქვათ, იმიტომ რომ შემოქმედებითი გუნდი არიან ის ხელოვანები, ვინც ასე ვთქვათ მოღვაწეობენ დღეს ხო და გამოხატავენ თავიანთ სათქმელს მიუხედავად იმისა რომ თემები ჩვენ ჩავდივართ დავითთან ერთად ვეძებთ თემებს ხო როგორც ვთქვით ანტიკურიდან დღემდე სხვადასხვა პერსონაჟებია ლიტერატურის ნაწარმოებები თუ სხვა რაიმე თემიდან მოდის ეს ბიძგი, შთაგონება, იდეა, ეს ყველაფერი არის დღევანდელი სათქმელი, რომელიც აი წარსულიდან მოდის დღევანდელია, მაგრამ ალბათ იყურება მომავალში და ამიტომ ეს არის ის თემები, რომელიც სანამ კაცობრიობა იარსებებს, იქნება აქტუალური და როგორც არ უნდა ფორმები შეიცვალოს, შინაარსი მაინც რჩება დაახლოებით იგივე. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. კიდევ ერთხელ შევახსენოთ, მოდი ჩვენს ტელემოწმებელს. დღეს და ხვალ რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ნახავთ ქალთა პორტრეტებს, ხო ქორეოგრაფიულ დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო რამუშევარს, იმიტომ რომ აქ არის მარიამი, აქ არის დავითი, აქ არიან ფანტასტიკური კომპოზიტორები, არაჩვეულებრივი დასი და ეს კოლაბორაცია დარწმუნებული ვარ, რომ ისეთივე ხარისხიანი და მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იქნება, როგორც ახერხებენ ეს ადამიანები.